საზოგადოებაში არსებობს ასეთი სულელური და მავნე აზრი, რომ ყველამ უნდა იპოვოს აი ის თავისი ადამიანი. რომ თურმე შენ ერთი ხასიათის ქალი მოგიხდება, მე კი მეორე, სრულიად განსხვავებული ხასიათის. აი უბრალოდ შენიანი უნდა იპოვო. ხო და გეუბნებით, ეგ არ არის სიმართლე, პირიქით მავნებლური სისულელეა. თუ შენ ერთი საღამოსთვის ირჩევ ქალს, მაშინ კი, როგორიც გაგისწორდება ისეთი უნდა აირჩიო. მაგრამ თუ ჩვენ ნორმალურ ურთიერთობაზე, ოჯახზე ვისაუბრებთ, აქ სულ სხვა პრინციპები მუშაობს. ოჯახს აქვს თავისი მოთხოვნები, კონკრეტულ უნარებს, ჩვევებს, ტემპერამენტს ითხოვს ადამიანებისგან და თავისი კანონზომიერება გააჩნია. გამოდის, რომ იმისთვის, რომ ნორმალური ოჯახი შედგეს, ორივე პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს მაგ მოთხოვნებს და ორივე უნდა ფლობდეს მაგ უნარებს. ნუ კარგი, ქალი გასაგებია, მაგრამ როდესაც მესმის მამაკაცისგან, რომ მე ვიპოვე, აი ის ჩემიანი ქალიო, ეგ უბრალოდ გაუგებარი ფენომენია. რაშია შენიანი? იმაში, რომ კარგი ემოციური ინტელექტი აქვს და ურთიერთობის დასაწყისში თვითონაც რომ არის ჯერჯერობით დაინტერესებული, მაგ მოტივაციით მათემატიკური სიზუსტით რომ ადაპტირდება შენს მოთხოვნებსა და დაკვეთებს. კი, მაგრამ ეგ ხომ ისედაც ქალის ბუნებრივი, ბიოლოგიური მექანიზმია. ერთ საათში მასე 10-15 ქალს ვიპოვი. და ეგ პირველადი მოტივაცია რომ გაუვლის მერე რა ხდება. აი ჩვენ მაგრად ვერგებით ერთმანეთს. რაში ერგებით, ვისთვის ერგებით? სინამდვილეში მამაკაცი ქალს ირჩევს სიტუაციური ვაიბებით. მე მომწონს მასთან, თავს კარგად ვგრძნობ, გონი მიყვარს, ძალიან მისწორდება. და მას ამ დროს სულ ფეხებზე ჰკიდია, როდესაც შვილები ეყოლებათ, მერე რა მოხდება, რა ელისწინ. დამიჯერე, მერე უკვე აღარ გაგისწორდება. მერე უკვე პირველადი აღარ იქნება ის ყველაფერი, რაც დღეს არის. მერე უკვე მისი იუმორის გრძნობა და მისი ის ქარიზმა პირველადი აღარ იქნება. პირველადი იქნება რამდენად შეუძლია ყოველდღიური სტრესული ვითარებების გადალახვა, საზოგადოებისგან იზოლირების შესაძლებლობა, შრომის მოყვარეობა და ასე შემდეგ. თუ შენ გეჩვენება, რომ შენ შეხვდი აი იმ ქალს, რომელიც შენ გიხდება, დაუსვი შენ თავს კითხვა, რისთვის მიხდებაო? ინტიმისთვის, კი ბატონო, მჯერა შენი. პონტისთვის, კი ბატონო, ამისიც მჯერა. კარგი იუმორის გრძნობა აქვს და მხიარულია, კი ბატონო, ძალიან მაგარია ეს ყველაფერი. მაგრამ მოდი ახლა რეალური ტესტი ჩავატაროთ. იცის თუ არა საჭმლის კეთება და ამზადებს თუ არა ყოველდღე? თუ არა, მაშინ შენი შვილები დოშირაკს შეჭამენ. ალაგებს თუ არა სახლს ყოველდღე? თუ არა, მაშინ შენი შვილები მტვერს ჩაყლაპავენ. უნდა თუ არა მას ბავშვების გაჩენა? თუ თავისვე პასუხში არ არის დარწმუნებული, მაშინ გააჩენ შვილს და მიუგდებს ვინმეს, რომ თვითონ გაიქცეს სამუშაოდ. ფულის ეკონომიურად ხარჯვა შეუძლია თუ არა? რუტინაში გრძელვადიანად ყოფნა შეუძლია თუ არა ისე, რომ ხასიათში არ გადაუვიდეს? ანუ როგორც კი ჩვენ ვიწყებთ სერიოზული კითხვების დასმას, მთელი აი იმ შენიანი ადამიანის კონცეფცია ეგრევე იწყებს ჩამოშლას. იმიტომ რომ ეგ ყველაფერი არის რომანტიული, თინეიჯერული, ჰოლივუდური სისულელე. მაგრამ სამწუხაროდ ეგ საკმაოდ გავრცელებული ფენომენია, როდესაც ინფანტილურ მამაკაცს უყვარდება ისტერიკოსი ქაჯი და ამბობს ჩემიანიაო. რა ცოტა რამ იცი შენ ამ ცხოვრების შესახებ, საერთოდ არ მშურს შენი. 5 წლიან ურთიერთობაში მის მკერდის ზომას და მის ტრაკის ფორმას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. მისი იუმორის გრძნობა აღარ გიშველით, სახუმარო აღარ იქნება. პირველადი გახდება ის თუ რამდენად შეუძლია 3 დღეს ზედიზედ უძილოდ რომ იყოს ბავშვის გამო. ემოციურად რამდენად მოწესრიგებული და მდგრადია. ემოციების დეფიციტის გამო თავისი ქმრის გაუფასურებას დაიწყებს თუ არა. გამოდის რომ აი ის მოსაწყენი გოგო, რომელსაც შენ ვერ ამჩნევ დღეს და ახლა 5-10 წლის შემდეგ გახდება ბედნიერი ცოლი და ბედნიერი დედა. ხოლო აი ის შენიანი ქალი, რომელსაც მაგარი ვაიბები აქვს და რომელიც თითქოს და მაგრად გიხდება, რამდენიმე წლიან ქორწინებაში შენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად გადააქცევს. ამიტომ უბრალოდ იფიქრე ცოტა ხანი. იმიტომ რომ ან ახლა დაჭკვიანდები, ან მომავალში დაჭკვიანდები. ოღონდ ძალიან ცუდ პირობებში და ძალიან მძიმე განსაცდელის შედეგად. თუ ყველა მაგ მიდგომით დაიწყებს პარტნიორის შერჩევას, ჩემიანია თუ არაო, შედეგად იმპულსური ადამიანი მეორე იმპულსურს მონახავს და ორი გიჟი ერთჯერ ქვეშ მოხვდება. ძალიან მაგარია, უსასრულო ჩხუბები და საქმის გარჩევები. ამბიციურ მამაკაცს ამბიციური ქალი უნდა, იმიტომ რომ ბევრი საერთო გვაქვს ფილოსოფიური საუბრები გვექნება და ცხოვრებაშიც ბევრს მივახცევთ ვფიქრობს. სინამდვილეში კი თქვენ უსასრულო ბრძოლა გექნებათ ურთიერთობაში ლიდერის პოზიციისთვის. თუ შენ დოფამინზე ან ადრენალინზე ხარ დამოკიდებული, შენც მასეთივე ქალს აირჩევ, აი ის შენიანი რომ არის. და მე მგონი გასაგები უნდა იყოს, რომ მაგ თქვენი კავშირიდან ოჯახის გარდა ყველაფერი გამოვა. აზრი იმაშია, რომ თუ ჩვენ ოჯახზე ვისაუბრებთ, მაშინ ის ადამიანი კი არ უნდა ავირჩიოთ, რომელიც ჩვენ გვიხდება. არამედ ის უნდა ავირჩიოთ, რომელიც ოჯახურ წყობას მოუხდება. და ეგ რომ შეძლო, ჯერ შენ უნდა მოემზადო ოჯახური ურთიერთობისთვის, ჯერ შენ უნდა მოუხდე. თქვენ გჯერათ, რომ გეიმერი რომ შეხვდეს გეიმერ გოგონას, მათგან მაგარი წყვილი გამოვა.
ან თუნდაც პონტების მოყვარული ორი ადამიანი რომ შეხვდეს ერთმანეთს. იდეაში ორი ერთნაირი ადამიანია, სულიერი ნათესავები არიან, რა მაგარია. და კი, მაგარი არის თავიდან. იმიტომ რომ ერთნაირი ინტერესები გაქვთ, ერთნაირად რეაგირებთ ამა თუ იმ საკითხზე, უსიტყვოდ უგებთ ერთმანეთს შეიძლება ითქვას. მაგრამ ყველა ადეკვატურმა ადამიანმა იცის რომ ეგ ყველაფერი არის ლიმიტირებული, დროში და სივრცეში არის შეზღუდული. მამაკაცთა უმეტესობა ფიქრობს რომ თუ პირველი 6 თვე, 1 წელი თავს კომფორტულად გრძნობ ქალთან, ესე იგი ჩვენ ვუხდებით ერთმანეთსო. მაგრამ ეგ ეგრე არ მუშაობს. შენ უბრალოდ შენი ახლანდელი სიტუაციური ემოციური შემადგენელი აიღე და მაგით უსასრულო პროექცია შექმენი. ის რომ თქვენ ერთნაირი ფილმები გიყვართ, ერთ დროს რომ იძინებთ და იღვიძებთ, ერთნაირ ხუმრობებზე რომ გეცინებათ და ერთნაირად რომ რეაგირებთ მოვლენებზე, ეგ ემოციური სინქრონიზაცია არ ნიშნავს რომ თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი. უბრალოდ იმ მომენტში ემოციურად დაემთხვიეთ ერთმანეთს, მორჩა. მეტი არც არაფერია მანდ. ეგ არის დროებითი ისტორია. ცხოვრება დინამიურია, ემოციური წყობა კი ცვალებადი. მაგალითად, პირადად მე თავის დროზე სიტუაციური ემოციური განწყობით რომ შემერჩია ქალი, ყველაზე უარეს ვარიანტს შევარჩევდი. თავისთავად უკვე დაშორებული ვიქნებოდი და შვილებს უკეთეს შემთხვევაში კვირაში ერთხელ მოვინახულებდი ხოლმე. სინამდვილეში ცოტათი მოსაწყენი ქალი არის იდეალური ვარიანტი ოჯახური ურთიერთობისთვის. იმიტომ რომ ასეთი ქალი მარტივად პროგნოზირებადი და სტაბილურია. ხოლო პარტნიორის პროგნოზირებადობა და სტაბილურობა კი არის ოჯახური ურთიერთობის ფუნდამენტი. და შენ სულ ფეხებზე უნდა გეკიდოს ვინ რას ამბობს. რა მიაჩნიათ სწორი და არასწორი. თუ შენ ამ ყველაფერს ხმამაღლა იტყვი, მაღალგარბენიანი ქალები ბანწტიპად გამოგაცხადებენ, იმიტომ რომ ხვდებიან რომ მათ არასდროს შეხედავ სერიოზულად. მაგრამ შენ ფეხებზე უნდა გეკიდოს მასეთი ადამიანების აზრი. ძაღლიკებს ქარავანი მიდის. უბრალოდ დაფიქრდი, შენ არ შეარჩევდი ბიზნეს პარტნიორს იმ ლოგიკით რომ აი ჩვენ ერთმანეთს ვუხდებითო. ეს ხომ უბრალოდ სიგიჟეა. მაშინ მითხარი მასეთი მიდგომით რატომ ირჩევ ცოლს? სინამდვილეში როდესაც შენ ირჩევ ცოლს, შენ მაგ დროს ირჩევ პარტნიორს შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტისთვის. მოდი სხვა მაგალითსაც დავიხმარ. წარმოიდგინე რომ გულზე გიწევს ოპერაციის გაკეთება. ასეთ ვითარებაში შენ შეარჩევდი თუ არა ქირურგს შენს ემოციებზე დაყრდნობით. ანუ აი ეს ქირურგი მომწონს ჩემი ანა დავიქვი, მასთან არ არის მოსაწყენი და ამან გამიკეთოს ოპერაციაო იტყოდი თუ არა. თავისთავად ეს ყველაფერი იდიოტურად ჟღერს. შენ პირდაპირ მის კომპეტენციაში გაერკვევი და უშუალოდ მის ფუნქციონალს შეაფასებ. რამდენი ოპერაცია აქვს ჩატარებული, რამდენია წარმატებულად ჩატარებული ოპერაციების კოეფიციენტი, რა კვალიფიკაცია აქვს და ასე შემდეგ. ხოლო ოჯახის შექმნა კი გინდა იმ ქალთან, რომელიც უბრალოდ მოგეწონა და სიტუაციური განწყობით შეარჩიე. ხომ ხვდები რამდენად სულელურ მდგომარეობაში იმყოფები. მე ვთვლი რომ ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი პარტნიორს ირჩევს კონკრეტული მიზნისთვის. როდესაც ჩემთან კონსულტაციაზე მოდის მამაკაცი, რომელიც ღრმა შეყვარებულობაში იმყოფება, მე ვეუბნები, მოდი შენი ურთიერთობის ფუნქციონალში გავერკვიოთ. ხდება თუ არა შენს ურთიერთობაში კონფლიქტები და თუ ხდება, ქალი მოდის თუ არა პირველი შესარიგებლად. უცებ ირკვევა რომ თითქმის არასდროს არ მოდის. აქ უკვე გასაგებია რაც იქნება ახლო მომავალში. ორი ღამე ზედიზედ უძილოდ ყოფნა შეუძლია თუ არა. და თუ არ შეუძლია მაშინ რა მოუვა მას, როდესაც თქვენ შვილები გეყოლებათ. რა მოუვა და რიგითი ფსიხი და უბედური ქალი გახდება, რომელიც შენ დაგაბრალებს მის მაგ მდგომარეობას. კარიერისტია თუ არა. თუ კი, მაშინ ბავშვებს საერთოდ ძიძებს, ან ბებოებს მიუღრის. ეს და კიდევ ბევრი მსგავსი რამ არსებობს, რომელზეც მამაკაცი არც კი დაფიქრებულა. და როდესაც ვიწყებთ ამ ყველაფერზე საუბარს, თავისთავად მე მომენტალური შედეგის იმედი არც მაქვს ხოლმე. პრაქტიკამ მიჩვენა რომ ეგ მექანიზმი რომ გააქტიურდება მამაკაცის გონებაში, ანუ როდესაც დაანახებ მას და დააფიქრებ იმ რეალობაზე, რაც ელის მომავალში. შემდეგ უკვე დანარჩენზე თვითონვე იწყებს ფიქრს და გარკვეული დროის შემდეგ უკვე ყველაფერს კარგად ხვდება. მთავარი არის სწორი ფუნდამენტის აწყობა, დანარჩენს თვითონვე დაასრულებს. შენც კი, მსმენელმა აუდიტორიამ, აი რაღაცეებში ვეთანხმები მოხუც, რაღაცებში არაო, ხომ გითქვამს თუნდაც შენი თავისთვის. გავიდა გარკვეული დრო, იფიქრე მაგაზე და მერე კიდევ უფრო მეტ რაღაცაში დამეთანხმე. მოხდა რაღაც მოვლენა, რასაც წინასწარ გაფრთხილებდი ვიდეოებიდან რომ მოხდებოდა და არ დამიჯერე, შემდეგ კიდევ უფრო მეტ რაღაცაში დამეთანხმე. და ეს გარდაუვალი პროცესია. იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაზეც ვსაუბრობ, უბრალოდ ვიღაც მოხუცი კაცის პირადი, სუბიექტური აზრი არ არის. ეს არის ობიექტური რეალობა, რომელსაც მოხუცი უბრალოდ გიყვება და საქმის კურსში გაყენებს. თუმცა მთავარი კითხვა მაინც არის შემდეგში. რა მოვლენა უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, რამდენად უნდა განიცადო რომ გადმოხვიდეს სწორ რელსებზე. იმიტომ რომ დღეს და ახლა თუ არ გაიაზრებ, მომავალში ცხოვრება ტკივილის მეშვეობით აუცილებლად გაიძულებს გააზრებას.
და სანამ არ გაიაზრებ, მანამდე სულ უფრო და უფრო გეტკინება. სინამდვილეში მამაკაცთა უმრავლესობა არ ცხოვრობს იმ პარადიგმაში, რომ მე ცოლს ვეძებო, ან მე ცოლს ვირჩევო. მამაკაცთა უმრავლესობა არავისაც არ ირჩევს, უმრავლესობა უბრალოდ რეაგირებს. ქალი მისი სხეულის რამე ნაწილს ფოტოდან აჩვენებს მას და მორჩა. აი ეს ქალი არის ჩემიანიო იტყვის და რა ინდივიდ დაიწყებს მისთვის ბრძოლას. შენ უნდა აღიარო, რომ უბრალოდ რეაგირებ ქალზე. და ეს ყველაფერი იმდენად ავტომატიზირებულ აბსურდამდე დადის ხოლმე, რომ მამაკაცი უკვე ვეღარც კი ხვდება, რომ თურმე სხვანაირადაც არის შესაძლებელი ცხოვრება. ამ ლექციას როგორც მინიმუმ 1000 მამაკაცი მაინც მოусმენს, ვინც კონკრეტულად ამ ვითარებაშია, რომელსაც არასდროს ქალი არ აურჩევია, ყოველთვის უბრალოდ რეაგირებდა. დავინახე ქალი, მომინდა, ვაკეთებ, ვიწყებ ურთიერთობას. და მთელი ცხოვრება ასე ცხოვრობდა. და არ აქვს მნიშვნელობა ეგ ცოლია, შეყვარებულია, თუ უბრალოდ ერთჯერადი ქალი. ყველაზე მასე რეაგირებდა. იმიტომ რომ მის თავის ქალაში არის ჩაწერილი მხოლოდ რეაგირების სოფტი. არანაირი ფილტრაცია, არანაირი გადარჩევა, უბრალოდ ბრმად თავის მინდებს მიჰყვება. ამას რა თქმა უნდა თავიდან თითქმის არავინ აღიარებს, არავის უნდა რომ იყოს სულელი. ყველა თავს იტყუებს სხვადასხვა მეთოდებით. მაგრამ საკვანძო მანდი ის არის, რომ როდესაც შენ ეჩვევი ურთიერთობის დაწყებას პირადი კაიფის ხარჯზე, შენ ვეღარ ხვდები თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეგ სხვანაირად. მოусმენს ამ ვიდეოს და იტყვის მოხუცი ვიღაც ბანძი ქალის შერჩევას მთავაზობს, რომელთანაც გულისამრევი იქნება ჩემთვის ცხოვრება, ამიტომ არ მინდაო. მაგრამ არა, არც ამარხშია პრობლემა და არც რეკომენდაციებში. პრობლემა არის შენს თავის ქალაში. არავინ გთავაზობს იმ ქალის შერჩევას, რომელიც შენ არ გესიმპათიურება, ეს ერთი. მეორე კი ის არის, რომ როდესაც შენ უბრალოდ რეაგირების ფორმატში ირჩევ ქალს შენი პირადი სიტუაციური ემოციების ფონზე. შემდეგ უკვე მაგ ემოციების რეცეპტორები აბსოლუტურად ყოველთვის დამდაბლებას იწყებს. ეგ დროის ამბავია. შედეგად თქვენ სულ იჩხუბებთ, გაიბუტებით, გაუფასურებთ ერთმანეთს, დაშორდებით, შერიგდებით და სულ დომხალი იქნება. თავისთავად იქამდე, სანამ რაიმე კატასტროფა არ მოხდება. და ასე ხდება აბსოლუტურად ყველასთან. იმიტომ რომ მაგ დაქვეითებული მგრძნობელობის ფონზე რაღაც მძაფრი არის საჭირო და ორივეს ეგ გჭირდებათ. და თქვენ ამ მატრიცაში ისე იმყოფებით, რომ ვერაფერსაც ვერ ხვდებით. ხოლო როდესაც ორი კარგი და კეთილი, მოწესრიგებული და სერიოზული ადამიანი ხვდება ერთმანეთს, მათში მადლიერებაც, სითბოც და სიყვარულით სულ მატულობს. ყოველი წლის შემდეგ ვითარება მათ ოჯახში სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. გამოდის, რომ მამაკაცები ანადგურებენ თავიანთ ცხოვრებას იმისთვის, რომ 1 ან 2 წელი, ნუ მაქსიმუმ 3 წელი რომ იკაიფონ. შემდეგ კი მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა. და სამწუხაროდ ბევრი მაინც ვერ ხვდება, რატომ და რისთვის იმყოფება მაგ ჯოჯოხეთში. ბევრი ვერ ხვდება, რომ უკეთესადაც შეიძლება რომ დაალაგდეს მისი ცხოვრება. უბრალოდ სადღაც საკუთარ თავს უნდა ებრძოლოს, უნდა გადატეხოს საკუთარი თავი. ხოლო ის ფრაზა, რომ აი ეს ქალი ჩემიანია, ან ჩვენ ერთმანეთი გვისწორდებაო, უბრალოდ საბავშვო ბაღია. ჩვენ ერთმანეთს ვუხდებით, ესეც თინეიჯერული სიბრიყვეა. ზრდასრული ადამიანები სვამენ სწორ კითხვებს. რამდენად სანდოა, რამდენი აქვს ადამიანს ფსიქოლოგიური სიმხარის რეზერვი და ასე შემდეგ. ხოლო ის მიდგომა, რომ ჩვენ ერთად გავუმკლავდებით სირთულეებს, ოღონდ როგორ არ ვიცი, არის უბრალოდ სიდებილე. იმიტომ რომ მთელი თქვენი ეგ ბრჭყალებში სიყვარული 3 წელიწადში დასრულდება. ეს არის უბრალოდ ბიოქიმიური ფაქტი. შემდეგ კი შენ მაგ ქალთან დარჩები ერთ-ერთზე. ის კი მასეთი კარგი და კეთილი აღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. ხოლო თუ შენ ქალის სიყვარულით აირჩე, როგორც კი ყვართ ამის თქმა. რადგან მაგ მიდგომას რეალურ სიყვარულთან არაფერი კავშირი არ აქვს. მაშინ კეთილი იყოს შენი მობრძანება დაშორებების სტატისტიკაში. ხოლო ის ქალი, რომელსაც შენ გვერდი აუარე იმის გამო, რომ არ იყოს ხვებივით მკვეთრი და გამომწვევი. 10 წლის შემდეგ, როდესაც შენს ცხოვრებაში კრიზისი მოხდებოდა, ის ქალი შეიძლებოდა ყოფილიყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც შენ არ მიგატოვებდა და პირიქით გვერდში დაგიდგებოდა. ის ქალი კი, რომელიც თავისი ნავარჯიშები ტრაკის ფოტოსდებდა სტორიზე და შენ ულაიქებდი, მაგ დროს უკვე სხვა კაცთან ერთად დადებს ბედნიერ სტორებს. ხო და როდესაც მამაკაცი მეუბნება მოხუცო, ეს ქალი ჩემი ბედია, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილიო, მე ვხვდები, რომ ეგ ისტორია ძალიან ცუდად დასრულდება. გეტყვი ახლა კიდევ რაზე უნდა დაფიქრდე. შენი შვილები იმას არ შეაფასებენ, თუ რამდენად კარგად ხუმრობს მათი დედიკო. ან რამდენად ლამაზი და გამომწვევია. მათ ენდომებად საჭმელი, სუფთა ტანსაცმელი და უღლელი ზრუნვა. დედიკო დღეს წყნარ ხასიათზეა, თუ ისევ გაფსიხებული ისტერიკოსია. მე უბრალოდ მიწევს ხოლმე სულ ერთსა და იმავის გამეორება. არ არსებობს ისეთი ქალი, რომელიც თან მხიარული და სექსუალური იქნება და თან მძიმე ტვირთის თრევას შეძლებს რუტინულ პირობებში. არ არსებობს ისეთი ქალი, რომელიც თან სპონტანური, მკვეთრი და კრეატიულია და ამავდროულად თან სუპერსანდოა.
რომ თან ამბიციური და ინიციატორი იყოს და თან მეოჯახე. თუ შენ გეჩვენება, რომ ზუსტად მასეთი ქალი იპოვე, მაშინ შენ უკვე მახეში ხარ გაბმული. შენ უნდა ხვდებოდე, რომ ურთიერთობას აქვს ორი ფაზა. თავდაპირველი ეგ რომანტიული ფაზა და შემდეგ უკვე ოჯახური, პრაგმატული ფაზა. ხო და გახსოვდეს, რომ რაც უფრო მკვეთრი და მაგარია რომანტიული ფაზა, მით უფრო უარესი იქნება პრაგმატული ფაზა. კარგად დაიმახსოვრე ეს. იმისთვის, რომ ქალი კარგი ცოლი და კარგი დიასახლისი იყოს, ის ბავშვობიდანვე ვიღაცაზე უნდა ზრუნავდეს, უნდა ალაგებდეს, ამზადებდეს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ახდენს მის თავის ქალაში კონკრეტული ნეირონთა კავშირების ფორმირებას, რომელიც მაგ ყველაფრის ავტომატიზაციაზეა პასუხისმგებელი. ხოლო იმისთვის, რომ ის გახდეს მკვეთრი გამომწვევი, სექსუალური, ქარიზმატული და საინტერესო, რომელსაც თავისი თავის შეთავაზება კარგად შეუძლია. ანუ ისეთი, რომელზეც უმეტესობა თქვენგან სდორბლი მოგდით. ამისთვის მან უნდა იმოგზაუროს, იგულაოს, იფლირტავოს, ბევრ ადამიანს უნდა იკონტაქტოს. და თავისთავად როგორც უყვართ ამის თქმა, უნდა თვითრეალისტეს. თვითრეალიზაციის გამოტოვება როგორ შეიძლება? ეგ ხომ 21 საუკუნის განვითარებული სამყაროს მთავარი მონაპოვარია ამათ იდიოტ თავებში. ხო და კიდევ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი უნდა გახდეს. ეს ფრაზაც არ უნდა გამოვტოვოთ. რომელსაც შემდეგ როგორც წესია მოჰყვება, ძლიერ და დამოუკიდებელ ქალთან მხოლოდ ძლიერ მამაკაცს შეუძლია ურთიერთობაო. არა ჩემო ლამაზო, ძლიერ და მომწიფებულ მამაკაცს გარე გამომწვევებთან ბრძოლა და გამკლავება შეუძლია. სახლში კი უბრალოდ სითბო და სიმშვიდე სჭირდება. ხოლო ეგ ფრაზა კი ზუსტადად სუსტ და ინფანტილურ მამაკაცებზეა გათვლილი, რომლებსაც უნდათ რომ რაღაცას წარმოადგენდნენ და ტყუდებიან მაგ ღია და ნაგლურ მანიპულაციაზე. აზრი იმაშია, რომ თან მკვეთრი და სექსუალური, ძლიერი და დამოუკიდებელი იყოს და თან მეოჯახე და კარგი დიასახლისი არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისება. ორი აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების წესის შედეგი. ზუსტად ამიტომ მოსაწყენი ქალი სამუდამოდ იქნება მოსაწყენი. ხოლო სწერვა ქალი კი სამუდამოდ სწერვა დარჩება. სულ რომ მან 4 შვილი გააჩინოს, მაინც სწერვა დარჩება. ქალის შეცვლა შეუძლებელია. თუ შენ ნამდვილად გინდა, რომ წაკითხული წიგნივით გახდეს შენთვის ნებისმიერი ქალი, მაშინ შენ ვალდებული ხარ, რომ შეიმეცნო დახურული ვიდეო კურსი ოჯახისთვის გამოსადეგ ქალზე. უნდა გახსოვდეს, რომ ასეთი შანსი მეორედ აღარ გექნება. ვიდეო კურსების ბმულები ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია. შესაძენად მომწერე WhatsApp-ზე.